მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ახლა დაგიბრუნდით ამჯერად რუნებით და ესე გავაკეთებ. მექნება რამდენი ვარიანტი? მოდი იყოს 3 ვარიანტი. კი, ესე გავაკეთოთ. და ეს ვარიანტები როგორ მქონდეს? კაი, პირველი მეორე და აი მოდი იყოს მესამე. პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. ასე. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, მოდი მე ცოტა ხანი გავწევ. კითხვა კონკრეტული არ იქნება, უბრალოდ აი რა ინფორმაციაც წამოვა, კი შეგაფიქრებინეთ, მაგრამ არ გითხარით რა, ხო, აი ზოგადად რა ინფორმაციაც წამოვა, ის გავაჟღეროთ, ხო, აი აი ეს დავტოვოთ ხომ. დავიწყოთ იქიდან, რომ ეხლა თუ ხართ რაღაცა ცოტა კონფლიქტურ სიტუაციაში და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ის შემართებული ენერგია გაქვთ, რაღაცა ან კონკურენციაში ხართ, ან რაღაცა კონფლიქტია თუ რა არის, რა ვიცი. რაღაცა ეგეთი ამბავი ცოტა ჩანს და იკვეთება. სავარაუდოდ ეს შეიძლება ეხებოდეს ვინმე მამაკაცს. და ესეთი სიტუაცია, რომ ეს ადამიანი შეიძლება ფიქრობს, რომ შეიძლება გონია, რომ მარტივად გასატეხი ადამიანი შეიძლება გონიხართ და რაღაც შეიძლება ფიქრობს, რომ მარტივად შეიძლება გამოუვა თქვენთან, რა ვიცი, რა ჩანაფიქრიც აქვს, მაგრამ მთლიანობაში ეს ამბავი სრულდება, მე ასე ვხედავ, თქვენი პირადი გამარჯვებით. აუცილებლად სიმართლეც გაირკვევა. აუცილებლად სიმართლეც გაირკვევა, გამოცხადდება და როგორ გითხრათ, ის ადამიანი, ვისთანაც ეხა რაღაცა გაადაგხდათ თავს თუ რაშიც იმყოფებით, იცოდეთ, რომ რაღაცასთან კავშირს კარგავს ეგ კაცი. რაღაცა ან საგვარ, არ ვიცი, რა ძალიან უცნაურია, ან ოჯახის წევრებთან საერთოდ შეუწყდება კომუნიკაცია, შეიძლება რაღაცა ჩხუბი მოუვიდეს, ან რაღაცა ისეთი დააშაოს, რომ საგვარეულოს მოსწყდეს თუ ან აი რაღაცა, რაც მის ფესვებთან არის დაკავშირებული. აი რაღაცაზე ცდომა დაეკარგება ადამიანს. ძალიან უცნაურია, იცი, ახლა ძალიან ჩავბხე. ეს გავიგე, რას უფრო შეიძლება ეხებოდეს, რას მოიცავს? ვაიმე, ეს კაცი მეწოდება. მართლა მეწოდება. ანუ ძალიან ახლა ცოტა უხეშად შეიძლება და უსწორად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ან საგვარეულოდან ან ნახე, ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენ საგვარეულოსთან კავშირი. ყოველთვის ეგრეა, ძალიან ნორმალურია. და ჩვენი საგვარეულოდან გვაქვს მფარველობაც, მხარდაჭერაც ყველა ადამიანს ზოგადად, მაგრამ
ძალიან იშვიათად, ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ როცა ადამიანი რაღაცაში ძალიან შეტოპავს, შეიძლება რომ საგვარეულო მოკვეთოს ეს სული. ხვდებით? ეგ არის ძალიან იშვიათი რაღაცა. ძალიან. ანუ გეუბნებით, თუ ეს ადამიანი არის რაღაცა ჩვეულებრივი საშუალო ცხოვრები ადამიანი, რაღაცა ოჯახურ სიტუაციებში იქნება რაღაცა სირთულეები და დანაკარგი ვიღაცა ქალთან დაკავშირებით და თქვენ გამოდიხართ გამარჯვებული და თქვენი სიმართლე გაირკვევა, აუცილებლად ეს გარდაუვალია და ეს კაცი კარგავს რაღაცას ისეც, რაშიც ეგონა რომ სიმყარე ჰქონდა. ან ოჯახის წევრის და ოჯახის წევრებთან რაღაცა ურთიერთობის ჩაწყვეტა ან საგვარეულო მოკვეთავს და რუნა კეინაზი და ჰაგალი რაღაცა ისეთი გაცხადდება ამ ადამიანის შესახებ, თითქოს რაღაცა დიდი ხანი დაფარული იყო ამ კაცზე და ამ ადამიანზე, რაღაცა რაც იმალებოდა, გროვდებოდა, დიდი ხანი იყო შეკავებული რაღაცა ენერგია და უცებ გასკდება რაღაცა, მაგრამ ეხლა მე აღვიქო რომ რაღაცა სიმართლე შეიძლება გაირკვეს ამ ადამიანის შესახებ და რუნა ჰაგალაზი არის აბსოლუტური ნგრევა, რაღაცას ძალიან დიდ დაკარგავს, გეუბნებით ან წინაპრებთან კავშირის გაწყვეტა იქნება და ეს არის ძალიან საშინელი კარმა, გვარიდან, წინაპრებიდან, საერთოდ ან შეიძლება ქვეყნის ეგრეგორი რაღაცა ისეთი გააფუჭოს, რა ვიცი რა წარმომავლობისაც არის ეს ადამიანი, რაღაცა ისეთი დააშაოს და რაღაცა ისეთი გააფუჭოს, რომ თლიანად რაღაცა შეიძლება ეგრეგორი განარისხოს. ეხლა თუ პრაქტიკოსები მიყურებთ, თქვენ მიხვდებით ეხლა ხო და თუ მიყურებთ ადამიანები, რომლებიც არ ხართ შემხებლობაში, გეუბნებით, მაშინ ამ შემთხვევაში ამ ადამიანზე გაიგებთ რაღაცა ისეთის გარკვევას, რაღაცა ისეთი შემთხვევა ამ ადამიანს, რაც იქნება ძალიან დამანგრეველი ამ ადამიანისთვის, რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს და შეიძლება ოჯახის წევრის გარდაცვალება, შეიძლება რაღაცა რა ვიცი, თუ დაოჯახებულია, გამოაგდოს მისმა პარტნიორმა სახლიდან, რაღაცა დანაკარგებში ეს ადამიანი. თან იცით რომ უბრალოდ დანაკარგი კი არა, მოწყავეტილია, ხეს რო ფესვები, წარმოგიდგენთ ხე რო დგა მიწაში ჩაფლობელია, მაგრამ ფესვები რო ჩაუჭრა. რაღაცა ეგეთი შეიძლება მოხდეს ამ ადამიანის ცხოვრებაში და კიდე ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა საიდუმლო ამ ადამიანის შესახებ გასკდება და თუ ეს ადამიანი ცდილობდა თქვენი რეპუტაციის, თქვენი იმიჯის შელახვას და თქვენთან დაპირისპირებას, იმიტომ რომ თავის ეგოს ვერ თოკავდა, გეუბნებით, სიმართლე გაირკვევა, თქვენი გამარჯვებით სრულდება, ოღონდ ეს გამარჯვება ისე კი არის, რომ მტვრევალ ეწვაში იყავი და თავზე ახო, არა, სიმართლე გაირკვევა, როგორც მზე, ისე გამოდიხართ ამ სიტუაციაში. ასე მოხდება, უბრალოდ ეს შეიძლება ნელა მიდის ეს პროცესი, მაგრამ გარდაუვალია. სიმართლე გაირკვევა თქვენი და იცოდეთ თქვენ გამარჯვებული გამოხართ ამ სიტუაციიდან, ეს ძალიან ღრმად შეტყვა ვიღაცამ აქ ვხედავ და გონია რომ მარტივი ნადავლი ხართ, ესე გონია ამ ადამიანს, მაგრამ ჩრდილო ამერიკელებს აქვთ ეგეთი გამოთქმა, თუ ნადირობა ძალიან მარტივად მიდის, ყურადღებით იყავი, შეიძლება შენ კი არ ხარ მონადირე, შენზე ნადირობენ. და ამ ადამიანს გონია რომ ძალიან მარტივი საკბილო ხართ მისთვის, მაგრამ სინამდვილეში თქვენი არსებობა არის ამ ადამიანის გამოცდა და იმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რაღაცნაირად მე ვხედავ აქ კონფლიქტში ხართ თქვენ. კონფლიქტში ხართ და მინდა კიდე დავამატო. პერტოვუნი. ხო, ვიღაცები მაგიური თვალსაზრისითაც შეიძლება გაჭერდნენ თქვენს ენერგეტიკაზე და თქვენს ფინანსებზე, განსაკუთრებით თქვენს რესურსებზე. ხალხო ძალიან შეეშალათ აქ ვიღაცებმა, თან ძალიან ღრმად შეტოპეს და
მე მინდა ვიკითხო აი თქვენს მხარეს ამ ადამიანის მხარეს გავიგე რომ მტრევალეწობშია და გავიგე რომ რაღაცა ძალიან რაღაცას აი მართლა მოწყვეტილი იქნება ეს ადამიანი რაღაციდან აი ჩაიჭრება საერთოდ და თქვენ შემთხვევაში და თქვენთან ძალიან მშვენიერი გეუბნებით თქვენთვის ეს იქნება აი ესე თვით ინიციაცია თუ როგორ გითხრათ ნუ ხესენი თქვენთვისაც გამოირკვევა სიმართლე თუ რატო და როგორ და რისთვის აღმოჩნდით ამ ამბავში და შეიძლება ხა ძალიან ბევრი ადამიანი გაკვირდებათ ზოგს ვერ გაურგოვიარ საერთოდ რა ამბავში ხართ რა ხდება თქვენ თავს ვერ იგებენ თქვენს მოტივებს თუ რაღაცა ეგეც, მაგრამ გეუბნებით ადამიანებო დაიმახსოვრეთ რა, აი დამიწერეთ პირველი ვარიანტი რა ხდება თქვენ თავს თქვენი სიმართლე გაირკვევა. აუცილებლად. და თან როგორი ბედნიერი დასასრული ჩანს თქვენთვის იცი? ძალიან. მაგრამ ეს კონფლიქტი შეწყდება აუცილებლად. კაი, სიმართლის გამორკვევის მერე, აი თქვენთვის მერე. რაც კარმულად გეკუთვნით, თქვენი ენერგეტიკული თუ ფინანსური თუ რა რესურსიც გაგაჩნიათ ეს როგორ უნდა იყოს ზოგადად, აი რაც თქვენია თქვენთან მოვა რა. კარმა და ბედისწერის ნება როგორც არის და როგორც ღმერთებს და სამყაროს და ღმერთს რა ვიცი ვისაც რისი გჯერათ ხო ეხლა მე ძალიან ბევრი სხვადასხვა ინტერესის ხალხი მიყურებს სხვადასხვა მისწრაფებებით და სხვადასხვა რელიგიური თუ სულიერი სწავლების ქვეშ მყოფი ხალხი ამიტომ ვამბობ ხოლმე ყველაფერს ხო ანუ ის რაც კარმულად თქვენია რაც დათესეთ იმას მოიმკით და აი თქვენი ენერგია თუ ვიღაცა ჩაპარაზიტებული იყო და ვიღაცა აი უხეშად რუსული სიტყვა როგორ ვინმე თუ ცდილობდა თქვენი რესურსის მოპარვას, მითვისებას, აღებას, იცოდეთ რომ რაც თქვენია თქვენთან მოვა. ეს არის გარდაუვალი და გეუბნებით ეს სიტუაცია თქვენთვის იმდენად არ არის, რამდენადაც ამ ადამიანის გამოცდა იყო. ასე რომ მოდუნდით რა, ძალიან მშვიდად მიყევით პროცესს. ეს არის ამ ადამიანის კარმა. უბრალოდ თქვენ მიხვედით ამ ადამიანის ცხოვრებაში როგორც კარმა, მაგრამ თავისთავად აქ ვიმეორებ თქვენი ყოფნა, აი ეს ამბავი, აი ძალიან საბე, ეს ესე უნდა მომხდარიყო. მაგრამ ამ ადამიანს მე აი ხედავ რომ შანსი გქონდა, მაგრამ იმდენად გაუტია ამ ადამიანმა და იმდენად ძალიან ეგოზე იყო აქ ამ ადამიანს ჩაჭერა, რომ არც კი გააკეთა იმის დაშვება, რომ რაღაცა სხვა ეგრევე აი ჯიფრში ჩაგიდგა თუ ეგრევე რქებით წამოვიდა, აი ხედავ მაგას ახლა ტურისაზე. ეგრევე რქებით გამოეშვა რა და ზუსტად აი მანდ დაუშვა შეცდომა. იმიტომ რომ თქვენი სისუსტე არის თქვენი ძალა, იმიტომ რომ თქვენს უკან დგას ძალები, რომელმაც გამოსცადა ეს ადამიანი. თქვენ არ ახართ არც დამარცხებული, არც შეურაცხყოფილი, არც არ ახართ თქვენ ზარალში. უბრალოდ თქვენ უნდა მოიცადოთ, რაც თქვენია თქვენთან მოვა. და ამ ადამიანს ამ ადამიანს აი მიკითხოთ მისი საბოლოო დასასრული თქვენთან მიმართებაში. რაც დათესა იმას მოიმკის, მეტი პირდაპირ რაღა ამოვიდას. იერა ნაუტის სხვათა ნახე ინგუზით, იცი? ამ ადამიანს ჰქონდა შანსი თქვენი სახით, იცი? ორმაგი შანსი შეეძლო, აი შეიძლება რომ ყოფილიყავით ამ ადამიანისთვის შანსი იმისა, რომ მისი ცხოვრება წასულიყო საერთოდ სხვა მიმართულებით. თუ ამას გამოიყენებ და რუნა ინგვაზი ხო არის აი ურთიერთობების რუნაც არის რაღაცა საერთო შეთანხმებაზე რომ მიდიხარ რაღაცაზე რომ მოგვარდები ადამიანთან რაღაცა კომპრომისზე რომ წახვალ ეს ადამიანი კომპრომისზე რომ წამოსულიყო თქვენთან თითქოს მისი ცხოვრება საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა და თითქოს შანსი
აი თითქოს სამყარომ შანსი მისცა თქვენი ხელით და კი არ გამოიყენა, დაიწყო ამის ნგრევა და ნგრევა თქვენ ეხლა ნახეთ ამ ადამიანის. აგერ მე და აგერ თქვენ დაიმახსოვრეთ. რუნა იერა არის ძალიან კარმული. ნაუტიზიც არა, აი როგორი ის არის პასუხი, იცი, მართლა რაც დათესა, იმას მოიმგის. ნაუტიზ არის თან იძულებაც, მაგრამ რონა ნაუტიზი არის ბედისწერის ქალღმერთ ნორნებთან დაკავშირებული და ნორნები არის ზუსტად აი სამი და ხო, რომელიც ადამიანის ბედისწერას ქსოვს. ერთი არის წარსულთან დაკავშირებული, მეორე მომავალთან და მესამე და არის დაკავშირებული მესამე ნორნი სიკვდილსა და სიცოცხლეს წონის. და ეს ადამიანი აგალასიც ის მარტო თქვენთან კი არა მგონი თავის თავსაც დაუსრულებს რა. ამოყირავებული ოდალაც რა ვიცი, წეღანაც ეხლა ხანს ვშლიდე ტაროს და იქაც რაღაცა ეგეთი პასუხი დაჯდა და რა ვიცი, აბა შავკაბას ხო არ იყიდით გასვენებისთვის და სამძიმრისთვის. რა ვიცი, ხა ცოტა ისეთი ინფორმაცია წამოვიდა, მაგრამ აქ ისეთი ენერგიები იყო, რომ რა ვიცი, ხა რაც მე ძალიან პირდაპირ მიყვარს ხოლმე თქმა და ლაპარაკი, არ მიყვარს ხა არავისთან რაღაცა ხა ზედმეტობებში გაჭრა, თქვენ კარგად იცით. ზედმეტად ვერც ვერავის ვერ ვაიმედებ და არც არავის შეშინება მე არ მიყვარს, რაც არის ის უნდა ვთქვა და რაც იყო აგერ მოგახსენეთ. პირველი ვარიანტი დავასრულე. მე ხა გადავდივარ მეორე ვარიანტზე. ვინც ჩაიფიქრეთ აი ეს ამეთვისტოს, აბა თქვენთან აი ზოგადად რა ინფორმაცია მოდის. თქვენ შემთხვევაში რა ხდება? პერტო. თავის გადმოყვადა დავტოვოთ. ძალიან მშვენიერი პასუხია ჯერჯერობით ახლა რაც ჩანს. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვთ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შეიძლება თქვენი ინტუიცია, თქვენი შეგრძნებები ძალიან გამზაფრებული იყოს და სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ აქ მრავალი თქვენთაგანი შეიძლება ეს პერიოდი გამოხატავდეთ ინტერესს ეზოთერული საკითხების მიმართ. ნუ შეიძლება ისედაც იყოთ დაინტერესებული, მაგრამ ეხლა უფრო გამზაფრდება თქვენი ვაი მე უკაცრავად შემეშინდა ტელეფონი ჩამივარდა მეორე. არ მოვილოდებოდი და უკაცრავად ხო, ნუ შეიძლება უფრო გამძაფრდეს თქვენი ინტუიცია, აღქმა, შეგრძნებები. ნამდვილად ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვს და სხვათა შორის რუნა რაიდო ეს არის არა მოძრაობაც, ბორბალიც, მაგრამ შინაგანი მოგზაურობაც არის რაიდო და შინაგანი სამყაროს შემეცნებაც არის თან სხვათა შორის ვაი მე ძალიან კარგი მეორე ვარიანტი არის ძალიან კარგი პასუხი მომწონს ივაც ესეც არის ესეთი რა, როგორც აი იგდრასილის ხო, როგორც ზევით ისევე ქვევით, აი დაახლოებით მაგ შინაარს ატარებს, ხო? აი სულიერი და ფიზიკური სამყაროს დამაკავშირებელი, ასე ვთქვათ, ხო? ის რაც მიდგარდელებს და სხვა სამყაროს მკვიდრებს გვეხმარება, რომ ერთმანეთთან კავშირი გქონდეს ინფორმაციულად, ხო? მიდგარდელები ჩვენ ვართ ადამიანები, როცა აქ ფიზიკურ სამყაროში ვართ. ხო და ამის თქმა მინდა, რომ ნუ ხა პერტო, ლაუკრი, ივა, რაიდო ძალიან კარგი პერიოდია თქვენი გამოღვიძებისთვის, სულიერი გამოღვიძებისთვის, თუ დაინტერესებული იყავით ახლა ეს აი ესეთი საკითხებით, რაღაც შესწავლისთვის არის ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, თუ მიიღებთ, რა თქმა უნდა, ეცადეთ, აი აქ გეუბნებით
წიგნებიდან და რაღაცა მასწავლებლებიდან კი არა, მე არავის იმას არ ვუარყოფ, სწორად გაიგეთ. უბრალოდ თქვენ იმდენად კარგი ინტუიცია გაქვთ, რომ თუ კი თქვენს ინტუიციას მოусმენთ ცხოვრების ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება უფრო კარგი, იმიტომ რომ აი შინაგანი აღმოჩენებით უფრო მიიღებთ ამ სულიერ ცოდნას ეხლა ამ მომენტისთვის, ვიდრე რომელიმე სკოლაში ან მასწავლებელთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავის არც ერთ იმას არ ვეხები, ხა ყველას მშვენიერი მიდგომები აქვს, შეიძლება დასწავლის ყველა, უბრალოდ აი თქვენი ენერგეტიკა ეხლა არის იმდენად ისეთი, რომ აი მე რას ვიძახი, ზოგადად აი სულიერი განვითარების გზაზე არსებობს ორი ფორმა. ერთი არის მაძიებელი, მეორე არის მოსწავლე და მასწავლებლის მდგომარეობა. ეხლა ამას შემთხვევაში ხო ასეთ დროს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა არის ყოველთვის უფრო უსაფრთხო, იმიტომ რომ მასწავლებელთან ერთად გადიხარ იმ გზას, რასაც აი სულიერი გამოღვიძება და ტრანსფორმაცია ქვია და მასწავლებელი გეხმარება, რომ ეს გზა შედარებით უსაფრთხოდ გაიარო, ხო? რომ აი ამ სულიერ სამყაროს შემეცნების დროს იყო დაცულად და უსაფრთხოდ, ხო, რომ ეს ცოდნა მიიღო, იმიტომ რომ საფრთხეები ზოგადად არის ყველგან. მაგრამ ნახე, ყველაფერს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მასწავლებელთან როცა ხარ, თავის დაუნებურად ასე ხდება ხოლმე. მე კიდე ვიმეორებ კი არ პროპაგანდას კი არ ვწევ, უბრალოდ ჩემი სუბიექტური შეხედულება ასეთი და ამას ვამბობ. ორივე მხარეს გეტყვით, კარგსაც და ცუდსაც რა აქვთ ხო ამ მხარეებს და მე თქვენ განსაჯეთ თქვენ როგორ გინდათ. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის დროს მასწავლებელი კი თავის ცოდნას და გამოცდილებას გიზიარებთ, მაგრამ შეიძლება იყოს მომენტი, რომ თავისი სუბიექტური გამოცდილებები თავს მოახვიეს მოსწავლეს. ამის ცდუნება არსებობს ხოლმე ზოგადად და როცა ადამიანი არის მაძიებელი, ეს გზა უფრო სახიფათოა რაღაც მხრივ, იმიტომ რომ აი დადიხარ, ეძებ, იკვლევ ცოდნა, რომელიც მოდის თავისით და აი შენ თვითონვე ხარ, მართლა იმ უგზაურივით ხარ, აი ცოდნას რასაც წააწყდები, ამას ესე უგზოუკლოდ კი არ დადიხარ ამ სივრცეში, არა, ეგრე არ არის. უბრალოდ ეს არის აი შენ თავს რო ენდობი ადამიანი და აი როცა რა ინფორმაცია მოდის და რასთან სინქრონი გაქვს და როდის რომელი ეგრეგორი გეხსნება, ხო? აი ნუ მიყვები ამ პროცესს რა, ანუ ისეთი ხარ, შენ შეგრძნებებს ენდობი და მე მაგალითად ყოველთვის ეს მაძიებლობის გზა უფრო მომწონს და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესეა. რუნების, ტაროს, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემთვის მოვიდა აი და ესე ძიების გზაზე. მე ასე მოსწავლე-მასწავლებლის როლზე ჩემთვის ეს არ არის. ნუ ჩემთვის კომფორტული არ არის უბრალოდ, თორე არ ვამბობ პროექტ ცუდია. უბრალოდ, ნუ ეხლა ვისაც როგორ უნდა ისე ირჩევს და აი თქვენ შემთხვევაში ნახეთ აი ესა ძალიან მიყვარს ეს ჩემი სანთელი. პიროვნებაა ცალკე. ხო, აი თქვენ შემთხვევაში ეხლა ხედავ ზუსტად მაგას, თქვენი ინტუიცია და საკუთარ თავში მოგზაურობა, რაც ეხლა შეიძლება რომ დაგეწყოთ, უფრო წინ წაგიყვანთ, ვიდრე რაღაცა სტრუქტურირებულ რაღაცა აი ამ სწავლების მიყოლას ისე როგორც წესები და აი საკუთარ თავში მოგზაუროთ, იმიტომ რომ ცოდნა რასაც ეძებთ თქვენშია. და არა წიგნებში. ანუ წიგნებითაც შეიძლება რომ ადამიანმა მიიღოს ცოდნა, კი არ გამოვრიცხავ, უბრალოდ თქვენ შემთხვევაში ეს უფრო სწორია. ასე ვხედავ მე ახლა აქ რა რუნებიც მაქვს. ასეა. საერთოდ სწორ დროს სწორი ინფორმაცია ყოველთვის მოდის. ზუსტად იმ ინტენსივობით, ზუსტად იმ რაოდენობით და ზუსტად ესეთი ფორმით, რაც თქვენთვის სწორია. რისთვისაც თქვენი ცნობიერება მზად არის. კიდევ აბა მეორე ვარიანტი. ღმერთო, ანუ ერთგვარი აიცი როგორ არის, თქვენი ბედისწერა არის თქვენ ხელში კიდევ, ანუ ეს სულიერებას ცოტა ხანი გავეშვათ, მატერიალურ სამყაროში, აქამდე თუ რაღაცა პროცესები იწელებოდა და თუ არ ხდებოდა პროცესების დაძვრა, მე ესე ვხედავ, რომ ეხლა თავისთავად ამუშავდება რაღაც სიტუაციები და სხვათა შორის აი რაღაცა ახალი კონტაქტებით, ახალი კომუნიკაციებით შეიძლება დამყარდეს, ახალი ნაცნობობა შეიძლება შეიძინოთ.
ახლოს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო სხვათა შორის, ასე ვხედავ. კიდევ ხო, ანუ რაღაცები ფერხდებოდა, თითქოს რაღაცები დროში გეწელებოდათ. ხო, აი ან სუზიც გვაქვს ფეხუც. აი თუ რაღაცა ფინანსებთან დაკავშირებით, სამსახურთან, კარიერასთან მიმართებაში რაღაცა გეგმები გაქვთ, მიზნები, დაიწყეთ. ეგეც გამოგივათ, უბრალოდ აი რას ვხედავ, იცი ხა აქ აი ეს თქვენი სულიერი ენერგია, სულიერი რა, ანუ აი სულიერ სამყაროსთვის მიმართული აი ეს ენერგია, რომ შემეცნების გზას რო დაადგეთ, ხო? იმდენად სათუთია და იმდენად ნატიფი ენერგიები გაქვთ ახლა ამ მომენტისთვის, რომ აი ამ ენერგიების უხეში მატერიაში გადმოტანა და მარტო ფინანსებზე მიმართვა ცოტა ისეთია რა. ანუ აი უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება ასეთი, თუ კი თქვენ ამას მიიღებთ, რომ უფრო მეტად ორიენტირდით სულიერებაზე და ნუ აი ფინანსებში უფრო როგორ აკეთეთ, იცი, აი რაც გჭირდებათ. ანუ ეს ენერგია ცხოვრების ამ ეტაპზე უბრალოდ ამას ვამბობ, თორე თქვენ როგორც გინდათ ისე გააკეთეთ. უფრო მეტად ეცადეთ რომ მიმართოთ სულიერებაში და არა მარტო მატერიაში რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გაქვთ ახლა. აი სამყარო გიხსნით კარს იმისთვის რომ დაგანახოთ თუ როგორია რეალურად ის თავისი არსით და აი ეს ენერგია არ მიმართოთ რაღაცა აი მერკანტილურ რაღაცა მიზეზებს. ხა მე იმას კი არ ვიძახი, ხა მატერიალურ სამყაროში უნდა ვადაპტირდეთ ის ფინანსებია თუ რაც არის, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხა მაგას ვერ გავექცევით, ხო? ფიზიკურად ვერ ვიარსებობთ მაგის გარეშე, მაგრამ იმდენად ნატიფი ენერგიები გაქვთ, ვიმეორებ კიდე ერთხელ, რომ დასანანი იქნება ახლა ამ ენერგიების მატერიაში გაფლან გვაუხეშად რო ვთქვა რა. უბრალოდ აი აკეთეთ იმდენი, რაც მართლა გჭირდებათ, მაგრამ დანარჩენი მოახმარეთ სულიერებას. აი ცხოვრების ამ ეტაპზე ახლა სანამ ხართ, უბრალოდ ჩემი კეთილი რჩევა, თუ ამას მიიღებთ, რა თქმა უნდა. და მოდი ესე ვიკითხავ რა. თუ კი ახლა აირჩევთ სულიერებას და ცოტა ხანი მატერიას დააპაუზდეთ, აი მაშინ რისი მომტანი იქნება ეს თქვენთვის რა, აი ცოტა ხანი შეეშვათ ამ რისი მომტანი იქნება რაღაცა გადმომიყვარდა. რისი მომტანი იქნება და დავაკეთებ თუ საჭიროა და რა, ну კაი. ну რისი მომტანი იქნება და აი რები იყო ესენი ხო ну რისი მომტანი იქნება და რაღაცა ისეთ შეეჭიდებით სადაც აი როგორც გასროლილი ის არის წარმოიდგინეთ ეგრე მოგიწევთ რომ იყოთ მაგრამ იცოდეთ რომ ეგეც ძალიან კანონზომიერია შეიძლება თქვენი ფინანსების გამო შეხვიდეთ ბრძოლაში მოგიწიოთ თქვენი ფინანსების დაცვა ფინანსური ენერგიის თქვენი მატერიალური ხო რაღაც ეგეთი შეიძლება მოხდეს მაგრამ აი ძალიან კანონზომიერია მაგრამ ძალიან სხვადასხვა პირველ ვარიანტშიც ეგ გამოვიდა აი ეს ორი რუნა გვერდიგვერდ ზუსტად ამ თანმიმდევრობით ტური და ის ანუ თუ რაღაცა ბრძოლაში აღმოჩნდებით იდეაში ეგეც მალე დასრულდება მაგრამ კაი ამ ბრძოლების გარდა კიდე რისი მომტანი შეიძლება იყოს ანუ რა უთრევალეწებია მართლა ადამიანზე ურისად ურუს უფრო სწორედ და იცი რა არის თუ ამ გზას დაადგებით თუ ამ არჩევას გააკეთებთ
ანუ აი რაღაცა საზოგადოებაში ძალიან მყარად დაიმკვიდრებთ თქვენს თავს გარკვეულწილად. მნიშვნელოვან კავშირებზეც შეიძლება რომ გახვიდეთ, უბრალოდ ესე მარტივად შეიძლება არ მოხდეს, იმიტომ რომ თითქოს თქვენში არის რაღაცა დაფარული, რასაც ვერ იგებენ და აქედან გამომდინარე შეიძლება ცოტა ფრთხილად გიდგებიან რაღაცა დონეზე. მაგრამ აი ქებით რო გაქვთ რა, ეგეთი ხალხი ხართ. ეს როგორი ხალხი ხართ? გამოიყვანთ მაინც იმას, რაც გინდათ რა. ძალიან ჯიუტი ხალხი ხართ. და მოდი ესე ვიკითხოთ მაშინ, თუ კი ფინანსურ მატერიალურ სამყაროში განვითარებას ისურვებთ და თუ კი ამას აირჩევთ, მაშინ რა მოხდება? აი ზოგადად რა, ეხლა მე ისე კერ მინდა გამოვიდეს, რომ თითქოს სამყაროს ევაჭრებით, მაგრამ უბრალოდ არჩევენ რომ გააკეთოთ. არც არაფერი საინტერესო. არაფერი ისეთი. პირიქით რაღაც გაყინვაში და არც იქით და არც ეგეთ. უნდა მიმართოთ ეს ენერგია მაინც ამ მხრივ რა. კი ბატონო, ეხლა ვიმშვიდობები მეორე ვარიანტს და გადავდივარ მესამე ვარიანტზე. აბა თქვენ რა ენერგიებში ხართ? თქვენთვის რა ინფორმაცია მოდის? რაღაც ის სწავლა უნდა დაიწყოთ, ან რაღაც კომუნიკაციების განახლება, გაუმჯობესება. ძალიან თავდაჯერებულად, ქარიზმატულად უნდა შეხვიდეთ ახალ გარემოცვაში, ახალ ურთიერთობებში, რაღაც აი ესეთ ენერგიებში შედიხართ, მე ვფიქრობ და ძალიან საინტერესო საკმაოდ საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, რაღაც ის სწავლა, ახალი კავშირები. სხვათა შორის რაღაცა ძალიან მოდის ეს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობაც, ან თუ ასე აი გასვლითი პროგრამები მაგალითად, საზღვარგარეთ სწავლა, რაღაც ესეთი ინფორმაციაც შეიძლება იყოს, ხო? ეხლა ესეც მოდის. ან რაღაც უცხო ენების სწავლაც შეიძლება იყოს, ან ისეთი ცოდნის მიღება, რაც უცხო კულტურასთან არის დაკავშირებული. ესეც შეიძლება იყოს, ხო? კი ბატონო. ეს ეხება რაღაცა თქვენ სოციალურ კავშირებს, ურთიერთობებს, დახმარებას. კი ბატონო. სხვათა შორის პირად ურთიერთობებთან დაკავშირებითაც შეიძლება რაღაც სიახლეები გქონდეთ ნამდვილად. რაღაცა რაც აქამდე დიდად შეიძლება არ გიდარდებოდათ და მე ვფიქრობ ეს პირად ურთიერთობა შეიძლება ეხებოდა რომ საერთოდ აი ცოტა ისე იყავით, აი ნუში არ მოგდიოდოთ. შეიძლება პირადი ცხოვრება, იმიტომ რომ გარდართული იყავით საერთოდ სხვა საკითხებზე, რაღაცა აი ეს საკითხიც შეიძლება შეიცვალოს, ეს რა გვაქვს?
ვიღაცა კაცია, რომელიც ცდილობს თქვენამდე მოვიდეს, თქვენს სივრცეში, თქვენს სიახლოვეში ყოფნის სურვილი აქვს, მაგრამ აბა ჩავეძიოთ ამ რაბედი ეწევა ამ კაცს. აი რაღაცა ვერ მოდის თქვენამდე, თითქოს გზები ეხლართება, თითქოს აი მოდის, მაგრამ ვეღარ მოაღწია, ხო? მაგრამ აი რაღაცა ძალიან კარმულია თქვენი შეხვედრა და თქვენი ერთმანეთთან დაკავშირება და ამიტომ ვაიმე რა ჭირს ანთოს. ვერ გადავიწვა ახლა ამასობაში. სანთელი ტიროტა ხედავთ რა დაემართა, ახლა იმიტომ გავჩერდი ვუყურებდი. რაღაცა კარმული ადამიანია ეს ადამიანი თქვენთვის, მაგრამ რაღაცეები გზებს უხლართავს თქვენამდე რომ მოვიდეს. რა აფრიკოლებს რეალურად ეს მის შინაგანი მდგომარეობაა თუ ვინმე რამე აფრიკოლებს? თავისი ფინანსები, რომელიც გაჩერებული აქვს და გაყინული. კი. კიდევ? ნუ აღარ გველაპარაკება. სავილო. რაც არ უნდა იყოს, რა დაფრკოლებებიც არ უნდა გქონდეს ამ ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ თქვენი ეს შეხვედრა თუ გადაკვეთა, რაც საჭიროა რომ მოხდეს, მაინც შედგება. თუმცა ადამიანი ძალიან შფოთავს თავის ფინანსური მდგომარეობის გამო. შეიძლება გონია, რომ იმხელა რესურსი არ აქვს, რასაც თქვენ იმსახურებთ და რაც თქვენ გჭირდებათ, ხო? მაგრამ რაღაცას გაიგებთ სხვათა შორის ამ კაცთან დაკავშირებით. ეს არის თქვენი ბედისწერის ადამიანი. ეს არის ის ადამიანი, ვისთანაც როგორ გითხრათ, თქვენი ერთად ყოფნა, აი თითქოს თქვენ ორივეს წინაპრების სურვილიც არის. აი როგორ გითხრათ, საერთოდ აი ადამიანები როცა ურთიერთობაში არიან, მე ვიძახი აი ქორწინებაში, ხო? მაგალითად და ის შვილიც რო ყავდეთ, ხო? თუ საგვარეულო, აი როგორ გითხრათ, არ არის თანახმა, რომ ეს ადამიანი ასე ვთქვათ, თქვენთან იყოს ასეთი ფორმის კავშირში, აი ვერ გაიხარებს წყვილი, ესე რომ ვთქვათ რა, უხეშად შეიძლება ძალიან უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ თუ საგვარეულობის სურვილი არ არის, ვერ და აი დაჟე რო არის ხოლმე მომენტი, რომ აი მაგალითად წყვილი ერთად რო არიან, საერთო შვილი არ ყავთ და ცალ-ცალკე რო არიან, შვილები რო ყავთ ხოლმე, აი ძალიან ხშირად ესეც ხდება, იმიტომ რომ ორი საგვარეულო ერთმანეთს აი ბედისწერით თუ არ არის რაღაცა დაკავშირებული, თუ როგორ აღიხსნათ უფრო დეტალურად. ხო და მოკლედ ეს თქვენი შეხვედრა და თქვენი კავშირი არის ზუსტად ისე, რომ აი თქვენს საგვარეულო ანუ რა ნიშანი მოდის ესეთი დაუსრულებელი, შევწუხდი, ხან სანთელი ატირდა, ხან ეს დამეცაც ეღან იქიდან რაღაცა ჩამოფრიალდა. ნუ ძალიან კაი რა დავასრულებ, მე ვიკითხავ. მოკლედ, ანუ თქვენი შეხვედრა არის გარდაუვალი, თქვენ რაღაცა თქვენი ერთად ყოფნა არის არა მარტო თქვენი არჩევანი, არამედ თითქოს საჭიროც კი. ეს არის მესამე ვარიანტი, რაც შემეძლო რომ მეთქვა.
ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ, გისურვოთ წარმატება, ბედნიერება, სილაღე, სიხარული და ასე შემდეგ. აბა დროებით შემდეგ ვიდეომდე.